საღამოშტებს თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე, მე ქეთი კვაჭანტირაძე ვარ. აუდიტის სამსახურის დასკვნა მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება. დოკუმენტის გარკვეული დეტალები, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება, დღეს გენერალურმა აუდიტორმა არასამთავრობო სექტორს გააცნო. ისაუბრეს ელ-ცენტროში მომხდარ ინციდენტზე. სამოქალაქო სექტორს შეკითხვები აქვს გამოძიებასთან. რა განმარტებები გაკედა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია ტრაპაიძე გვეტყვის, ნათია გისმენთ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ლაშა-თორდიასგან მიიღეს ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ელ-ცენტროში 13 მაისს მოხდა. არასამთავრობოების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი არის კვალიფიკაცია, რომელიც ამ საქმეს აქვს და მუხლი, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ძალადობის მუხლით ამ ინციდენტის გამოძიება არარელევანტურია, რადგან მოხდა თავდასხმა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირზე და ისინი აფასებენ ამას როგორც ინსტიტუციაზე თავდასხმად. ასევე არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობს აუდიტის სამსახური და რომელიც საზოგადოებისთვის საჯარო უკვე მომდევნო კვირაში გახდება. მაყურებელს შევახსენებ, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეეხება მერიაში შესაძლო კორუფციულ გარიგებებს და ამ გარიგებებში ოთარ ფარცხალაძის კომპანიის შესაძლო მონაწილეობას. სპეციალურად ხდება ის, რომ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ ასევე სპეციალურად ხდება ის, რომ დღეების განმავლობაში არ იქნა დაკითხული ბატონი ფარცხალაძე და ფაქტიურად ყველაფერი ხდება ისე, რომ არ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ თავარი რამ არ გაიგოს, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები თბილისის მერიაში, რომ ამ პრობლემების შექმნაში შესაძლოა ჩართული იყოს ყოფილი პროკურორი და ამ ასევე მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეხებათ კანონი. ჩვენთვის ძალიან ცხადია, რომ ის თავდასხმა, რომელიც იყო მიმართული გენერალური აუდიტორის წინააღმდეგ, უკავშირდება ინსტიტუტის საქმიანობას და ამიტომ აქ დგას კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობის და დამოუკიდებლობის საკითხი და სწორედ ეს არის მთავარი мотиваცია, რატომაც ვითხოვთ, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ საქმეში და საგამოძიებო კომიტეტის გზით მოხდეს სიმართლის დადგენა. მეორეს მხრივ მიმდინარე გამოძიების მიმართ კითხვები, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, მათ შორის ის, რომ კვალიფიკაცია არის სრულიად აცდენილი იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელთანაც გვაქვს საქმე. Სასახად იკვეთება კავშირები, რომ ამ ინციდენტს თავისთავად დამოუკიდებლად რაღაც პირადი ინციდენტი ეს არ ყოფილა, აქ იყო ნამდვილად სავარაუდოდ კავშირის სწორედ იმ საქმიანობასთან, რომელსაც ახორციელებდა აუდიტის სამსახური და ბატონი გენერალური აუდიტორი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ საერთოდ სხვანაირი იყოს კვალიფიკაცია საქმის. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა თავად გენერალურმა აუდიტორმაც ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ აუდიტორები დასკვნასთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მუშაობენ და დოკუმენტს საბოლოო და დასრულებული სახე ექნება უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში. ლაშა თორდიას განცხადებით, მათ მიერ მოკვლეული ინფორმაცია შეიცავს, რა თქმა უნდა, დანაშაულის ნიშნებს და ისინი მასალას გადაუგზავნიან მთავარ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის, რადგან მათ ადამიანების დაკითხვაზე გამოძახების მექანიზმი არ გააჩნიათ, თუმცა ექნება თუ არა ობიექტური და შესაბამისი რეაგირება პროკურატურის მხრიდან თორდიასთვის ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან მას შეკითხვები აქვს უშუალოდ მისცემასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებითაც. თორდიამ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის გამოძიებას არ ენდობა. აქ საუბარი არის ზოგადად ამ ინსტიტუციის არსებობაზე ან არარსებობაზე. იმიტომ რომ ეს ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა რომელიმე ადამიანი, რომელზედაც მაგალითისთვის დაიწყებს აუდიტის სამსახური რაიმე მასალების მოპოვებას და ეს ადამიანები თავს დაესხან ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელს თუ არახელმძღვანელს თუ ჩვეულებრივ აუდიტორს, ეს ნიშნავს თავდასხმას ინსტიტუციაზე, რომლის მთავარი ფუნქცია არის ესეთი კორუფციული თუ არაეფექტური თუ არაეკონომიკური ხარჯების გამოვლენა. ამ შემთხვევაში გამოძიება, რომელიც დაწყებულია იმისთვის, რომ არ დასრულდეს და არ შედგეს მუხლი, რომლის კვალიფიკაციაც არის სუბუქი, საუბარი არის იმაზე, რომ ამ ადამიანებს გამოძიების ჩატარება არ უნდათ. არც იმის უფლება აქვს, ეს გამოკითხვები ამ ფორმით აწარმოონ, იმიტომ რომ არანაირ სტანდარტში, არანაირ საპროცესო კანონმდებლობაში ეს არ ჯდება და უბრალოდ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული ჩემი დისკრედიტაციისათვის. გამოძიება გენერალური აუდიტორის
გენერალურ აუდიტორზე თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალადობის მუხლით. შეიძლება თუ არა კვალიფიკაციის ჯერჯერობით უცნობია, რადგან რამდენიმე დღის წინ პროკურორმა განმარტა, რომ კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ. მადლობა ნათია ტრაპაიძე.